მეორე-მეცხრე საუკუნეები. ის დრო, როდესაც საქართველოს სამთავროებად არის დაყოფილი და ხალხს იმედი ეკარგება. ამ დროს კი ქართლში იბადება ადამიანი, რომელიც ქართული სულიერების ახალ ეპოქას დაუდებდა საფუძველს. გრიგოლ ხანძთელი. იგი ბავშვობაში ქართლის ერისმთავარ ერისთან იზრდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ის ძლევამოსილი და მდიდარ ოჯახში იმყოფებოდა, იგი გამორჩეული იყო და საღმრთო გზას მიჰყვებოდა. მან მთელი ცხოვრება ბერულ სიცოცხლეს დაუთმო. ააგო ხანძთა და შატბერდი და გახდა უამრავი სამღვთო პირისთვის მაგალითი. იგი ტაო-კლარჯეთში სახლიდან გაქცევით მოხვდა და მანთან წაიყვანა ახლობელი საბადო ოპიზაში მიღებული პირველი ორი მოწაფე, თევდორე და ქრისტეფორე. თევდორეს და ქრისტეფორეს ხანძთაში მოღვაწეობის დროს კი სამღვთო შური, მონასტრების აგების სურვილი გაუჩნდათ, რამაც მათი ხანძთიდან ორჯერ გაპარვა გამოიწვია. პირველად ქრისტეფორე და თევდორე რამოდენიმე ძმასთან ერთად ხანძთიდან ფარულა წავიდნენ. გზად მათ დიდი აზნაურის, მირიანის ძე დაიმოწაფეს, რომელიც შემდეგ ქართლის კათალიკოსი გახდა. ღირსი მამები ჩავიდნენ აფხაზეთში, სადაც მეფე დემეტრე მეორემ დიდი პატივით მიიღო. დამწუხრებული გრიგოლი მათ საძებნელად გაემართა. ქართლს რომ მიაღწია, ყრმა ეფრენი იპოვა და დაიმოწაფა, რომელიც შემდეგ გაწყურეს ეპისკოპოსი გახდა და სასწაულმოქმედებით გაითქვა სახელი. აფხაზეთში გრიგოლი მეფე დემეტრე მეორეს შეხვდა. მან ქრისტეფორესა და თევდორეს დაბრუნება მოითხოვა. მეფე დემეტრემ სურვილი შეუსრულა, მაგრამ სანაცვლო მონასტრის აგებას თხოვა. გრიგოლმა მიწები დაათვალიერა, ბევრი არ მოეწონა, ხოლო საბოლოოდ შეარჩია ადგილი და ააშენა მონასტერი. ამ მონასტერს კი უბე უწოდა. მის წინამძღვრად დატოვეს ქრისტეფორესა და თევდორეს გამოყოლილი ერთი ძმა, ილარიონი. ხოლო გრიგოლი, ქრისტეფორე და თევდორე კვლავ ხანძთას დაუბრუნდნენ. უბისის მონასტერი დღესდღეობით მოქმედი მონასტერია. როგორც გიხსენეთ, იგი აგებულია მე-9 საუკუნეში გრიგოლ ხანძთელის მიერ, დემეტრე მეორეს დახმარებითა და მოწაფეების ქრისტეფორესა და თევდორეს თანადგომით. მე-14 საუკუნეში მეფე გიორგი მწყინვალის დროს შალვა ამირანაშვილის გამოკვლევით უბისის კედლის მხატვრობა შესრულებულია მხატვარ დამიანეს მიერ, მაგრამ აკადემიკოს ბერძის აზრით, დიდი ხელოვანი ფერმწერი მხატვარი თვითონ კი არ არის მხატვრობის შემსრულებელი, არამედ მისი აღზრდილი მოწაფე გერასიმე. ტაძარში წარმოდგენილია ყველა საუფლო დღესასწაულის ბრწყინვალე კომპოზიცია, ხარება, ბზობა, ჯვარცმა, აღდგომა, ნათლისღება და სხვა. ფრესკებს შორის გამოირჩევა უბისის წმინდა გიორგის ფრესკა და საიდუმლო სერობა. მთავარი ტაძარი დარბაზული ტიპისაა. მის ძირითად ბირთვს წარმოადგენს გალავნის ცენტრში აღმართული ნაგებობა, რომელსაც აქვს მინაშენები სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. მონასტრის შენობა ნაგებობაში შედის კოშკიც, რომელიც 1141 წელს ააგო სვიმონ ჭყონდიდელმა დემეტრე მეფობის დროს. კოშკი კი არის 4-სართულიანი შენობა. თითოეულ სართულში არის თითო ოთახი. ასევე არ შეიძლება განახოთ ის თუ რა თქვა ერთმა უბისელმა მღვდელმა. სწორედ ხანძთაში მოვაწვევდა გრიგოლ ხანძთელი, ის გადმოვიდა მტკვრის დინების მიმართულებით, ანუ მესხეთიდან ჩამოვიდა დაახლოებით გაიარა 300 კილომეტრამდე გზა ცხენითა და ფეხით, მოვიდა აქამდე და მისი თავოსნობით იქნა აგებული ტაძარი, რომელიც მხატვრობა არის, სადაც შესრულდა. მხატვრობა გვიან შესრულდა. მე-14 საუკუნეში ხანძთელი დამიანე და გერასიმე მისი მოწაფე რომელიც გახდა. ეხლა თუ შეხედოთ, საკურთხეველში არის მაგიდა ქრისტეს დის და იქ არის 12 მოსიკული. ეს არის საიდუმლო სერობა. როცა განტეხა პური მისცა თავის მოწაფეებს და უთხრა, ეს არის ხორცი ჩემი, თქვენთვის განტეხილი მისაწვდომია სოფლათა და აქეთ მაგივრა მხარეს ნაკიანი იქნება, ეს არის ვირონიანი და ეს არის ის თქვენთვის და რა არქეული მისაწვდომია სოფლათა მეორედ თევდორე და ქრისტეფორე კვლავ ფარულად გაიპარნენ, თუმცა გრიგოლმა ისინი მაინც იპოვა. მისი მოწაფეები კი მას ბოდის უხდიდნენ, ხოლო გრიგოლმა თანამონაწილეობის სურვილი გამოხატა.
მოძღვარო, ცოდვილნი ვართ თქვენს წინაშე, შევწოდეთ, დაგტოვეთ და გზა მივიღეთ უსათუოდ, გთხოვთ შეგვინდეთ. გვეგონა რომ სხვაგან ვიპოვნიდით ღვთისნებას, მაგრამ რას უფრო შორს წავსულვართ, მით უფრო შეგვიცნია, რომ გზა ჩვენი იწყება შენთან და იქვე მთავრდება. გადაგვიხადა დაუმორჩილებლებამ და ამბარტავნება. შვილნო ჩემნო, არ გჯით თქვენ, რადგან ვინც გარბის ის ხშირად ღვთისნებით მიდის, რათა იქ იპოვოს ის, რაც აქ ვერ იხილა. მაგრამ ჩვენ დაგტოვეთ მოძღვარო, გადაუხვიეთ შენს სიტყვას და დავკარგეთ გზა. არა შვილო, თქვენი გზა ჩემი გზაც იყო. როცა მონასტერი დატოვეთ, მეც თქვენთან ერთად წამოვედი გულითა და ლოცვით. ნუ იტყვით ვითა მარტო იყავით, რადგან როდესაც მოწაფე წდება, მოძღვარიც თანასწორად იტვირთავს მის შეცდომას. მაშანუ გვაპატიებ? პატიება იქ არ სჭირდება, სადაც სიყვარული არ განწყდება და სიყვარული ჩვენ შორის არასდროს გამქრალა. მე მსურს არა მხოლოდ შეგინდოთ, არამედ ვიყო თქვენი თანამონაწილე იმ საქმეში, რასაც ღმერთი თქვენით იწყებს. გარდა ამისა, მე ღვთისაჯარო სკოლიდან მე-10 კლასი ვიყავით უვისაში პროექტის სახით. აქ კი ჩვენ მე-6 ჯგუფმა გაუწიეთ ბავშვებს კიდობა, სადაც ჩვენი დამრიგებელი ჩაგვერთო. აფხაზეთის მეფე დემეტრე, ქრისტეფორისა და თეოდორეს იქნისლა, გრიგოლ. ამის შემდეგ ქრისტეფორი გახდა კვირიკეწმინდის ეკლესიის წინამძღვარი. კვირიკეწმინდას ეკლესია მდებარეობს სამცხე-ჯავახეთში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვაბისხევის პირდაპირ, მტკვრის მარჯვენა მხარეს. სოფელი ღვირიდან ჩრდილო-დასავლეთით 3 კილომეტრის მანძილზე. ადგილობრივი მოსახლეობა მას მოიხსენიებს საკვირიკეს სახელით. კვირიკეწმინდა სამნავიანი ბაზილიკაა. შუა ცენტრალური ნავის კამარა ჩამონგრეულია. მთავარ ნავს აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდა აქვს. აფსიდის ჩრდილოეთ მხარეს შემორჩენილია შელესილობა და ფრესკების ფრაგმენტები. ტაძრის მოხატულობა 3 იარუსიანია. პირველ იარეში ცენტრში მჯდომარე მაცხოვარი იქნებოდა გამოსახული. სერგი მაკალათია წიგნში ბორჯომის ხეობა, რომელიც 1957 წელსაა გამოცემული, ნათლად აღწერს აფსიდის მოხატულობასა და წარწერებს. მეორე და მესამე იარუსზე წმინდა მამები და მღვდელმთავრები არიან გამოსახულნი. ტაძრის მხატვრობას სერგი მაკალათია მე-10-11 საუკუნეებით ათარიღებს. ეკლესიის კედლები ნაშენია უხეშად დამუშავებული სხვადასხვა ზომის ქვებით. აშკარაა, რომ აქ დიდი სამონასტრო მოღვაწეობა იყო გაჩაღებული. ამას ადასტურებს ტაძრის გარშემო, უზარმაზარ ტერიტორიაზე სხვადასხვა ნაგებობები. სავარაუდოდ აქ მოღვაწეების გელიობისა და სამეურნეო სათავსოების ნანგრევების არსებობა. 28 ივლისს წმინდა ივლიტესა და წმინდა კვირიკეს ხსენების დღეს აქ დღესაც აღინიშნება კვირიკობა. გასული საუკუნის 80-იან წლებში კვირიკეწმინდა გამოიტანეს შუაზე გატეხილი სარკოგრაფი, რომელმაც საბოლოოდ ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაიდო ბინა. სარკოგრაფზე ბოლნური ჯვარია ამოკვეთილი. ახლა კი თეოდორემ ააგო ნეძვის 3 ეკლესიანი ბაზილიკა. ნეძვის მონასტერი მე-9 საუკუნის 50-იან წლების ხურათმოძღვრების ძეგლია. მდებარეობს ახლანდელ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ახალდაბის ტერიტორიაზე, ახალდაბიდანაც 12 კილომეტრში. ნეძვის წმინდა გიორგის სახელობის სამეკლესიო ბაზილიკაში გრიგოლ ხანძთელის მოწაფეებს უმოღვაწიათ და აქ დიდი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებდა სამონასტრო კომპლექსი. თუმცა მე-20 საუკუნეში აქ უკვე ნანგრევები იყო. ძეგლის გაწმენდის შემდეგ გამოვლინდა ეკლესიის თავდაპირველი გეგმა და ცხადი გახდა. საქართველოს დღემდე ცნობილ ბაზილიკათა შორის ნეძვი ყველაზე დიდი ყოფილა. ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენ ვხედავთ, როგორ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გრიგოლ ხანძთელს მე-9 საუკუნის საქართველოში. მან თავის მოღვაწეობით უამრავ ქართველს მისცა მაგალითი და დასავლეთ საქართველოში, ძველად აფხაზეთში, სადაც ეკლესიაც კი არ იდგა. აშენდა მონასტრები და შეიცვალა სარწმუნოებრივი მოღვაწეობა უკეთესობისკენ. ახლა კი დავუსვათ გრიგოლს რამდენიმე შეკითხვა. წმინდა მამაო, ეს ღმერთის დამსახურებაა მხოლოდ თუ გეხმარებოდათ ვინმე რომ გაგევრცელებინათ სარწმუნოება ტაო-კლარჯეთში. საყვარელო წყალი, იცოდეთ რომ ყოველი კეთილი საქმე პირველად ღვთის წყალობით აღსრულდება. თუ კი ტაოსა და კლარჯეთში სარწმუნოება გამტკიცდა და გაბწყინდა, ეს ზეცის ბოძებული მადლის ნაყოფია და არა მარტო კაცის ძალის. თუმცა უფალი ხშირად კაცთა ხელებსა და გულებს იხმარებს თავის წმინდა ნებასა და საქმეში და ამ გზაზე მარტო არ ყოფილა. ნერსე ერისთავი, ღვთისმოშიში და გულმოდგინე მხედარი, რამლისა შეგვეწია გზების გაღებით, დაცვის ხელის გამართვით. რატომ არ დატოვეთ ქრისტეფორე და თეოდორე როგორც უბისის წინამძღვრად? საყვარელო შვილო, ქრისტეფორე და თეოდორე ჩემთვის მხოლოდ მოწაფეები კი არა, გულით გატანილი ძმანი არიან.
მრავალი ღვაწლი ვიხილე მათში, მორჩილება, შრომა, სიმტკიცე და სიყვარული ღვთისა. მაგრამ უბისის წინამძღვრობა მხოლოდ სათნოებისა და მონურუსობის საქმე არ არის. მძიმე ტვირთია, რომელიც სიმშვიდე გამოცდილება და მრავალი გამოცდილება სჭირდება. ქრისტეფორსა და თეოდორეს სულიდან ჩემთან ერთად დაეტვირთათ ის, რაც ღმერთმა მომცა, მაგრამ ჯერ მათი სულიერი გზა არ იყო დასრულებული და არც მათი მრავალი ნიჭი. როცა ზმა იზრდება და მომავალი დიდ საქმეს უკუთავობს, საჭიროა მას დროს სწავლა და სიმტკიცე მიეცეს, რათა მისი ნიჭი ბოლომდე დაიმკვიდროს. ამიტომაც ვარჩიე, რომ უბისაში სხვა გამოცდილი მამა დამეტოვებინა, ხოლო ქრისტეფორესა და თეოდორეს გზა კვლავ გაეგზელებინათ ჩემთან, რათა მომავალში ღვთისნებით უფრო დიდი საქმეებისთვის გამაგრდნენ. ვინც დღეს მორჩილია, ხვალ შეიძლება მრავალი მონასტრის მაშენებელი და მრავალი სულის მამა გახდეს და ამას მხოლოდ დრო და ღვთისნება აჩენს.